კარგი პროექტი იყო და ეს დავჯილდოვდი სერტიფიკატით და ფანერით. ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში დღეს ის 30 რეინჯერი დაჯილდოვდა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე დათვის რაოდენობის აღრიცხვის პროცესში იყო ჩართული. ასევე დასაჩუქრდა 10 საუკეთესო მონაწილე, დიპლომებით დასაჩუქრდნენ ეკობანაკის მოხალისეებიც. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, საკმაოდ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს აქტიურობა და შევეცდები მომავალშიც ვიცანამშრომლო. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მოპოვებული მასალების საფუძველზე ჩატარდება გენეტიკური ანალიზი და დადგინდება ეროვნულ პარკში მურა დათვის რაოდენობა. კვლევას ატარებს ბუნების სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი. პროექტის პარტნიორები არიან ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი და არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი. გაზაფხულზე გვეცოდინება თუ რამდენი დათვი დადის საკვლევ ტერიტორიაზე. წინ გვაქვს როგორც არჩვის, ისე სხვა საკვანძო სახეობებს, როგორც არის ფოცხერი და ირიმის აღრიცხვები მომავალ წელს. პროექტი, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ნაკრესი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკისათვის და ზოგადად მთლიანად ქვეყნისათვის, რადგან იგი არის საპილოტო პროექტი და მისი წარმატებული შედეგების შემდეგ გამოყენებული და ეს მეთოდები, რითაც განხორციელდა ეს კვლევა, მთლიანად დაირიგება ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მალე ჩვენი ტელემაყურებელი და არა მარტო ისინი ნახავენ მინი დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა. ეს იყო ვთვლით ძალიან კარგი დასაწყისი ნაკრესთან და ბორჯომხარაგაულის პარკთან ურთიერთთანამშრომლობის და ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება. პროექტი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში, კავკასიის ბუნების ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სააგენტოების მხარდაჭერით ხორციელდება. დაჯილდოების ცერემონიას დღეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ბიომრავალფეროვნების განვითარებას და მონიტორინგს. თქვენ ნახეთ, რომ აქ იყო მრავალი ტექნიკა წარმოდგენილი, თუ რა ტექნიკით შეგვიძლია განვახორციელოთ ცოცხალი რესურსი, თვითონ რეინჯერების სახით და მოხალისეების სახით. აღსანიშნავია ეკობანაკების ჩართულობაც, კვლავ მოუწოდებ, რომ ჩაერთონ. ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის. ეს არის საპილოტო პროექტი, რომელიც წარმატების შემთხვევაში და დარწმუნებულად წარმატებული იქნება მთელ საქართველოსაც გაიშლება. მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩვენი პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა პროექტის პირველი ეტაპის საქმიანობის შეჯამება. პროექტი წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს დასრულდება. ეს ის უპილოტო საფრენი აპარატია, რომლის მეშვეობითაც პირველად მოხდება დაცულ ტერიტორიაზე არჩვის აღრიცხვა. უპილოტო საფრენი აპარატი სხვა საინტერესო მომენტებსაც დააფიქსირებს.